გამარჯობა. ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღეს გესაუბრებით ექსტრემალ ადამიანებზე, რომელთა არასტანდარტულობა ყოველგვარ საზღვრებს სცდება. ივ როსი 1959 წლის 29 აგვისტოს შვეიცარიაში დაიბადა. ის სკოლაში არაფრით იყო გამორჩეული თავისი თანატოლებისგან. ერთი მარტივი რამის გარდა, ბიჭს ადრეული ასაკიდან ფრენის სიყვარული და სურვილი აწუხებდა. ის ოცნებობდა, რომ ხანმოკლე დროის განმავლობაში მაინც გამოეცადა ის გრძნობა, რასაც ფრინველები ფრენისას განიცდიან. სწორედ ამიტომ მაღალი ხეებიდან და ღობეებიდან თავბრუდამხვევად ხდებოდა, რაც ზოგჯერ წარმატებით არ სრულდებოდა. და ფეხის მოტეხვა და სხვა მსგავსი რამეები არაერთელ მოჰყოლია ამ ყოველივეს. თუმცა ვერავინ და ვერაფერმა შეძლო მისი ფრენისკენ სწრაფვის შეჩერება. თავზე ხელაღებული მფრინავი ივ როსი, ცნობილი როგორც ადამიანი რაკეტა, ჯეტმენი, პირველი ადამიანი გახდა მსოფლიოში, რომელიც რეაქტიული ძრავებით აღჭურვილი თვითნაკეთი საფრენი აპარატით რეაქტიულ თვითმფრინავებს შეეჯიბრა. მან გადაწყვიტა სერიოზული გამოცდა მოეწყო თავისი საფრენი აპარატისთვის და შვეიცარიის ალპების თავზე ეფრინა. გვერდით კი ორი რეაქტიული თვითმფრინავი ალბატროსი ამოიყენა. როსიმ ვერტფრენის დახმარებით სტარტი ქალაქ სიონის გარეუბნიდან აიღო. მას რადიოთი ჰქონდა კავშირი რეაქტიული თვითმფრინავების პილოტებთან, რომლებიც თავზე ხელაღებულ ექსტრემალს რამდენიმე წუთის შემდეგ შეუერთდნენ. ივ როსის ჩანაფიქრით, მას ორ თვითმფრინავს შორის რამდენიმე წუთი სინქრონულად უნდა ეფრინა, მაგრამ ალბატროსები ძლიერ სიმხურვალეს და ჰაერის ძლიერ ნაკადს აფრქვევდნენ. ამიტომ როსი ზურგიდან ვერ მიუახლოვდა თვითმფრინავებს. მას მოუწია გრძელი ვირაჟის შესრულება და მათთან მარჯვნიდან მისვლა. სინქრონის დასაცავად პილოტებს სიჩქარის მინიმუმამდე დაგდება მოუწიათ. საბოლოოდ კი როსი ორ თვითმფრინავს შორის მოექცა და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში მათთან ერთად დედამიწიდან 1500 მეტრ სიმაღლეზე დაფრინავდა. ასევე ივ როსი მოძრავიანი მყარი ფრთის მეშვეობით ლა-მანში გადალახა 2010 წელს. თავისი მონოფრთის მოდიფიკაციის მეშვეობით ორი საკმაოდ რთული ილეთიც შეასრულა. ივი ყოფილი პილოტია, ამჟამად კი გამომგონებელი და ენთუზიასტი, რომელიც ფრთის ახალი, მეტად აეროდინამიკული მოდელის გამოცდებითაა დაკავებული. ის მართვადი საჰაერო ბუშტიდან 2400 მეტრის სიმაღლიდან გადმოხდა და 18 წუთის განმავლობაში პილოტაჟის გარეშე საოცარ ჩვენებებს აწყობდა, რის შემდეგაც მიწაზე პარაშუტით დაეშვა. მე შევწყვეტ ოცნებას მაშინ, როდესაც ჰაერში თავს ჩიტივით ვიგრძნობ. უფრო სწორად, ფრენისთვის არც თვითმფრინავი და არც პარაშუტი არ დამჭირდება. ეს ალბათ თამამი იდეაა, მაგრამ 20 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რეაქტიული ძრავით ფრენა შესაძლებელი იქნებოდა. ოდესღაც ადამიანებმა არანორმალური იდეებით ჩვენთვის შექმნეს მანქანა, კომპიუტერი, თვითმფრინავი. დიახ, ჩემი იდეა რთულია განსახორციელებლად, მაგრამ ვთვლი, რომ აუცილებელია ეცადო, შეისწავლო, გამოიკვლიო. შენს ცოდნასა და უნარ-ჩვევებს სხვაც აზიარო, უფრო მაღლა და სწრაფად იფრინო, ამბობს ავიატორი ერთ-ერთ ინტერვიუში. ნიკ ვალენდა, ამერიკელი სპორტსმენი ნიკ ვალენდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან კანადაში ნიაგარას ჩანჩქერის გავლით ჩავიდა. მან საზღვარი ჩანჩქერის თავზე გაბმული თოკით გადაკვეთა. ნიკი პირველია, ვინც ამერიკიდან კანადაში ჩასვლა ამ ხერხით შეძლო. თანაც ამ ქვეყნების მთავრობებმა სპეციალური ღონისძიების გამო გამონაკლისი დაუშვეს და ასე ვთქვათ არალეგალურად გადაკვეთის უფლება მისცეს. თავდაპირველად გინესის არაერთგზის რეკორდსმენმა უარი თქვა უსაფრთხოების ზომებზე, თუმცა შემდეგ დაიყოლიეს. მანძილის დასაფარად სპორტსმენს 25 წუთი დასჭირდა. თოკი, რომელზეც ნიკმა გაიარა 50 მეტრის სიმაღლეზე იყო გაბმული. პირდაპირ ეთერით ნიკის ამ თავზე ხელაღებულ პერფორმანსს უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს. ნიკ ვალენდას თქმით, 6 წლის ვიყავი, როცა ოჯახთან ერთად ნიაგარა ვიხილე. მახსოვს, მაშინ ვიფიქრე, მე ვიქნებოდი პირველი ადამიანი, ვინც ნიაგარას ბაგირით გადალახავს მეთქი. ნიკის წინაპრები გერმანელი ჯამბაზები იყვნენ. ისინი შუა ევროპაში, გერმანიასა თუ ავსტრია-უნგრეთში ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობდნენ და თავიანთ ხელოვნებას და გასაოცარ უნარ-ჩვევებს უზიარებდნენ სხვებს. ვალენდას ოჯახი 1928 წელს გადასახლდა ამერიკაში. ისინი იმდენად ცნობილნი გახდნენ, რომ მათზე ფილმიც კი გადაიღეს. ზოგადად ბაგირით ნიაგარაზე გადასვლა აიკრძალა მას შემდეგ, რაც იქ უამრავი ადამიანი დაიღუპა. სწორედ ესაა ის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ნიკი ბაგირზე დაზღვეული მოძრაობდა. ნიკ ვალენდამ როგორც ნამდვილ ჯამბაზს შეშვენის ხელი თავის ცოლს ბაგირზე დაჩოქილმა სთხოვა. ოჯახური ტრადიცია გრძელდება. ნიკის შვილები თავისუფლად მოძრაობენ ბაგირზე. დაუფლებულნი არიან წონასწორობის ოსტატობას. 2 წლის ვიყავი, როცა ბაგირზე სიარული დავიწყე. დედა ჩემი 6 თვის ორსული იყო ჩემზე და მაინც ბაგირზე დადიოდა. ამას დღესაც აგრძელებს. ნიაგარას ჩანჩქერის გადაკვეთისას ნიკის დედის მიერ საგანგებოდ ჩეკერილი ტყავის ფეხსაცმელი
პირველი ეცვა. პირველი, ვისაც ამ რთული 550 მეტრის გავლის შემდეგ გადაეხვია, მამამისი იყო. მამამისთან მთელი სვლის განმავლობაში რადიოკავშირი ჰქონდა დამყარებული და ესაუბრებოდა. ნიკმა ნიაგარას გადაკვეთამდე განაცხადა, ერთადერთი, ვისაც ჩემი სვლის შეჩერება შეუძლია, მამაჩემია. გერი კონერი. ბრიტანელი გერი კონერი გახდა პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომელმაც სკაიდაივინგის კოსტუმით იფრინა და პარაშუტის გარეშე დაეშვა მიწაზე. ოქსფორდშირის საგრაფოს 45 წლის მაცხოვრებელი ვერტმფრენიდან გადახდა და დაახლოებით 730 მეტრი იფრინა, რის შემდეგაც წარმატებით დაეშვა სპეციალურად მომზადებულ საფარზე, რომელიც 18000 მუყაოს ხუთისგან შედგებოდა. ძალიან მოხერხებული და რბილი იყო. ყველაზე მთავარი ის არის, რომ სწორად გავთვალე ფრენის ტრაექტორია და საჭირო წერტილში მოხვდი. განაცხადა მფრინავმა. წარმოიდგინეთ, რომ ვერ გაეთვალა, თუმცა მას თან ჰქონდა პარაშუტი ექსტრემალური სიტუაციებისთვის. ენდი გრინი. ენდი გრინი გაერთიანებული სამეფოს სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიცერი და პილოტია. ის ფლობს სახმელეთო სიჩქარის რეკორდს 1227.9 კმ/სთ, რომელიც 1997 წელს უდაბნო ბლეკროკში რეაქტიული ძრავით აღჭურვილი Trust SS-ით დაამყარა. მაგრამ გრინი ახალი გამოწვევისთვის ემზადება. რეაქტიული ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილ Bloodhound SS-ზე ამხედრებულმა წარმოუდგენელ სიჩქარეს საათში 1000 მილს დაახლოებით 1600 კმ/სთ უნდა მიაღწიოს. ამ მანქანის სიგრძე 16.4 მეტრია, ხოლო წონა 7,5 ტონა. მისი რეაქტიული და სარაკეტო ძრავების ჯამური სიმძლავრე 135.000 ცხენის ძალაა. ამასთან მომავალ რეკორდსმენს მესამე ძრავიც აქვს, რომელიც ტურბოს მოვალეობას ასრულებს. ეს არის იაგუარის 5-0-იანი V8, რომელიც მექანიკური კომპრესორის დახმარებით 550 ცხენის ძალას ანვითარებს. თანაც ძრავი სარაკეტო ძრავისთვის საწვავის მიწოდებას უზრუნველყოფს. ივილ კანივალი. ლეგენდარული ივილ კანივალი ცნობილი იყო მოტოციკლეტით ხტომაში. ლომებითა და ჩხრიალა გველების ორმოებით დაწყებული მწკრივში მდგარი 14 ავტობუსით დამთავრებული ყველაფერს ახდებოდა. ეს ადამიანი ყოველგვარ საზღვარს ცდებოდა და საზოგადოებას მუდამ აღარ ფთოვანებდა. მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში კანივალმა მოტოციკლეტით 70-ზე მეტი ნახტომი შეასრულა, რის გამოც 40-ზე მეტი ძვლის მოტეხილობაც მიიღო. ჯორჯ კორონისი. როდესაც არდადეგებზე წასვლის დრო დგება, ბევრი ჩვენგანი დასასვენებლად თბილ და მზიან ადგილებს ირჩევს. თუმცა 45 წლის კანადელმა ჯორჯ კორონისმა სანაპიროებსა და კოქტეილებს ციცაბო კლდეები და მაგმა არჩია. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჯორჯ კორონისი დაკავებულია აქტიურ ვულკანებში ძრომიალით. ამის დასამტკიცებლად ვულკანში ჩამძვრალი ჯორჯი იღებს სელფებს და წვავს დამცავ ჟილეტს. 2006 წელს ჯორჯმა და მისმა ცოლმა მოქმედი ვულკანის თავზე იქორწილეს. რამხელა რომანტიკაა. ერიკ ბარონი. ერიკ ბარონის ოცნება მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ველოსიპედისტის ტიტულის მოპოვება იყო. მან თოვლსა და მიწაზე ველოსიპედით რამდენიმე რეკორდი დაამყარა, თუმცა 2002 წლიდან 2015 წლამდე უბედური შემთხვევის გამო შესვენება აიღო. ძველი რეკორდების გასაუმჯობესებლად ის ასპარეზზე 2015 წელს დაბრუნდა. ერიკმა თავისი ველოსიპედით შეძლო ახალი რეკორდების დადება 223 კმ/სთ. წარმოიდგინეთ 223 კმ/სთ სიჩქარით ველოსიპედით რომ მოძრაობთ. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგწონთ ჩვენი არხი, იქნებ მეგობრებსაც გაუზიაროთ. ეს სტიმული იქნება ჩვენთვის, რათა მეტი ხარისხიანი და საინტერესო ვიდეო გადავიღოთ. ნახვამდის.